მიუხედავად იმისა, რომ თელ მსოფლიოში სხვა წერტილში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს, მე მაინც მინდა დღევანდელი გადაცემა ჩვენ მცირე ხნით შიდა პოლიტიკასაც მივაპყროთ, კერძოდ იმას, რომ აი არნებდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამჯერად ეპისტოლურ ჟანრში მიმართავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკავშირის ბიუროკრატიას და ეუბნება, რომ არა მხოლოდ თავდაცვა უნდა აიღოს საკუთარ თავზე, თუმცა მე არ მესმის ევროკავშირს რატომ არ ქონდა აქამდე აღებული თავდაცვა, საკუთარი თავის დაცვა თავის თავზე და რატომ იყოს ხვის იმედად ამერიკის შეერთებული შტატების იმედად მაგალითად და ასევე სამოქალაქო საზოგადოებაც ევროკავშირმა უნდა დაიცვას ბუნებრივი იგულისხმება საქართველოში მათ შორის და ასევე უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი თავისუფლებები და გარდა ამისა საინფორმაციო ბრძოლა უნდა გააგრძელოს ევროკავშირმა თავის თავზე უნდა აიღოს ბრძანებს წერილში სალომე ზურაბიშვილი ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისკენ და რაც მთავარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაეხსნას საქართველოს ბედი უკრაინის ბედს. ყველაფერი ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადის რეგიონიდან, ანუ საქართველოსთან ბუნებრივად იბადება კითხვები, საიდან დაასკვნა ეს სალომე ზურაბიშვილმა, თქვათ ოპოზიციამ ალბათ რომელიც ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს და საზოგადოების იმ სეგმენტმა, რომელიც შინ ევროპაში ბრუნდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადის რეგიონიდან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი და რაც მთავარი რატომ მოითხოვენ ძალიან საინტერესოა ასე დაჟინებით საქართველოსა და უკრაინის ბედის ერთმანეთთან გადაჯაჭვას ჩვენ გაცემს პირველი ნაწილის სტუმარი არის ანალიტიკოსი სოსე მანჯავიძე ბატონო სოსე დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ეს აქტივობა გასაგებია რომ ის მესიჯები ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გზავნილები რასაც ახმოვანებს ხოლმე სალომე ზურაბიშვილი ეს არ არის მხოლოდ მის თავში მომწიფებული და მომზიანებული გადაწყვეტილებები ანუ მე არ ვიცი მას ვინმე კარნახობს რაღაცა გეგმას მიყვება, მაგრამ ძალიან უცნაურია პირველი, მე უკვე აღნიშნე შესავალში, რატომ დაადგინა და ვინ დაადგინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადის რეგიონიდან, ვინ უთხრა მას ეს და მეორე, რატომ უნდა იყოს გადაჯაჭვული უკრაინის ბედს, საქართველოს ბედი მტერი გადაეჯაჭვა, ახლა უკრაინის ბედს მე რომ მკითხოთ. ხო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ახლა სალომე ზურაბიშვილი რო დიდი გეოპოლიტიკოსია, საზოგადოებრივ ცნობილია, მაგრამ როგორც ჩანს მას უმაგრებს კიდევ უფრო დიდ გეოპოლიტიკოსთა სკოლა. ესე იგი, მისი მხლებლებისა და ესე იგი მეგობრების სახით. ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთაც ალბათ. შიგნით, გულისხმობს შიგნით ხომ ეს ხომ გამოირჩეოდა საოცარი მჭრიახი, როგორც მისი ტერმინოლოგიით რომ განცხადებებით. და ახლა აქ ხომ მჭრიახობდა ვახსოვს და ახლა იქ გეოპოლიტიკურ ასპექტებს ხომ საერთოდ მჭრიახობს და სადაც არ უნდა გათხაროს კვლავ თხრის მოკლედ და პოულობს საოცარ მარგალიტებს მართლაც სიბრიყვის. ნუ ახლა ჯერ ერთი შეერთებული შტატები არსად არ გადის შეერთებული შტატები აკეთებს ოპტიმიზაციას თავისი ასე ვთქვათ მოქმედებების ცდილობს ეს გააკეთოს და აღარ ხარჯავს ცდილობს აღარ დახარჯოს თავისი სახსრები როგორც ფინანსური ისევე პოლიტიკური და ყველანაირი ამაო წამოწყებებზე და წინასაც ამგებიან ოპერაციებზე მოდით ასე ვთქვათ რა ეს არის მათი დეკლარირებული პოლიტიკა. ამავე დროს არც ერთ აქტივს, ანუ თავის გავლენას სადღაც მოპოვებულს რომელიღაც ქვეყანაში დაუშვათ ის არ დათმობს არავითარ შემთხვევაში და შეეცდება ასე ვთქვათ ივაჭროს ყველა აქტივით, მათ შორის გავლენებით. ადამიანი ცენტი თulis ვის რამდენი რა თანხა დია. ხო, დიახ და აქედან გამომდინარე ის კი არ გადის, არამედ ვაჭრობს ტრამპის ადმინისტრაცია. როგორც ის ტრამპი როგორც ბიზნესმენი ასე ვთქვათ ასე უდგებაო, პოლიტიკური ბიზნესმენი ბიზნესში გადაყავთ ასე ვთქვათ, გადაყავს აი ეს პოლიტიკა. თუმცა ეს ყოველთვის ასე ურთიერთგარდამავალი ის არის და ასე ვთქვათ აწარმოებს გეოპოლიტიკურ ბიზნესს ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ფასი აქვს მათ შორის ახლა გადავაჯაჭვოთ ჩვენი ბედი უკრაინასო, ხო? ახლა ქალბატონმა სალომემ ალბათ არ იცის რა ბედი ეწია და რა ხდება საერთოდ უკრაინაში ისე როგორც წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა ხდება ზოგადად ხო იმიტომ რომ ჭარბად მიირთმევს ხოლმე ალკოჰოლს იმის მაგივრად რომ გონებრივად იმუშაოს ასე ვთქვათ
და ძალიან დიდი პრობლემად გადაიქცა მართლაც ეს ქალბატონი იყო და გადაიქცა ეს რა ქვია მას ყოველ უწოდებ ქართული ოცნების მთავარ არქეოლოგიურ აღმოჩენას ზოგადად და ესე რაღა შლიმანი და რაღა ესენი მოკლედ რა აღმოაჩინეს ეს საოცარი არსება და ნუ ეს ალგე საკითხია როგორ აღმოაჩინეს ისინი ამბობენ რომ ვინ აღმოაჩინეს დახმარება იყო ნუ გასაგებია დახმარება კი იყო წარუდგინეს კანდიდატურები და ამ კანდიდატურების პარამეტრებიც ცნობილია ხომ ახლა რა პარამეტრებით წარადგენდნენ ამ ინკუბატორიდან გამოჩეკილ პოლიტიკოსებს რომელიც გადაავსეს ის ევროპა რომელიც ახლა ესე იგი უმწეობას უჩივის სწორედ ამ პოლიტიკური ელიტის ბრალია ხო და ახლა დაუბრუნდეთ უკრაინაში რა ხდება? უკრაინაში ახლა ზელენსკიმ იქ ოვალურ კაბინეტში გაოჩნების შემდეგ, რომ გაოჩნდა იმისავით ჩუმლაყილი ვირივით, გვახსოვს არა? ესე ჩუმლაყს კი არ ვერჩი, მაგრამ ნუ ამ არც ვირს, მაგრამ ნუ ეს ზნე გამოავლინა, ეგ შთააგონეს ესე იგი მას თავის ბრიტანელმა, ესე ვთქვათ, კურატორებმა და მიიღო ის რომ ახლა ბოლო საათიან დიალოგში ტრამპთან როგორც ნუ დიდი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ აი ამ დიალოგს ხო ესწრებოდნენ ის ტრამპთან ერთად ესწრებოდა იქ მისი უახლოესი ისინი რა ქვია მეგობრები, თანამებრძოლები და ისინი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ რომ ნუ ყოველწუთს უხდიდა ის მადლობას thank you Mr. Trump და thank you Mr. Trump და ამას იმეორებდა განუწყვეტლი. ახლა რაზე იმეორებდა განუწყვეტლი? ფაქტობრივად ტრამპი ითხოვს უკრაინის თელ აქტივებს. და ამბობს რომ ეს თუ ჩემი იქნება, თქვენი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. და ამაში არის რაციონალური მარცვალი. რაციონალური მარცვალი რა, მთლიანად უკრაინის აქტივებს ითხოვს. რა თქმა უნდა, ის ამასთან დაკავშირებით ვაჭრობს პუტინთან. ხო და ითხოვს მთლიან აქტივებს და ეუბნება რომ აი ეს იქ საერთოდ ეს იშვიათი მეტალები ეს ერთ-ერთი მცირე სეგმენტია. ძალიან ძვირი ჯდება მათი მოპოვება და უკვე მოპოვებულს. იქ ითხოვს ძალიან ბევრ რამეს, ანუ ენერგოობიექტებს მილსადენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც აქვს უკრაინას და ასე პორტებს და ანუ ის ითხოვს კომპენსაციას იმისთვის, რაც ამერიკამ გაუწია დახმარება უკრაინას. ახლა რო წარმოახლა მეორე საკითხია რომ ეს დაპირებული კონდათ ეს აქტივები ბრიტანეთზე. სხვადასხვა ეს 100 წლიანი შეთანხმება გააფორმეს ერთად რატომაც მიჩუმათებულია. ეს ამბავი არამედ აქცევს ყურადღებას, აი მთელი ამ მოვლენების წინ ეს ტრამპის ინაუგურაციამდე 100 წლიანი უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის და ალბათ ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ტრამპი რასაც ითხოვს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ტრამპი არა მარტო ამას ითხოვს, ტრამპის სავაჭრო ესა რა ქვია, ასე ვთქვათ, ობიექტები გახლავს ასევე იგივე ჩრდილოეთის ნაკადი, რომელიც უნდა მიყიდოს რუსეთმა მას ანუ რუსეთი და ამერიკელები ვაჭრობენ იმაზე რა პროცენტით მოამარაგებენ ევროპას კი ბატონო შეგახსენებთ იქ არის ესე იგი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რომელიც ეკუთვნოდა რუსულ კომპანიებს აი იმას ითხოვს ტრამპი მეგობრებო საკონტროლო პაკეტს გერმანიაში არსებულები რამდენიმე კი ბატონო და იქ ახლა გაზი იქ რომ მოედინება იქიდან რომ მოედინებოდა ეს მილის გაზი გერმანია იყო ჰაბი რომელთა ამას შეუძლობდა უზარმაზარ ფულს. და იქ უნდა წილში ჩაჯდომა. რა თქმა უნდა. 54% ითხოვს თუ არის. დიახ. აი ასეთი ვითარებაა და უკრაინას ითხოვს მთლიანად ახლა უკრაინა რა თქმა უნდა იქ არის კიდევ თავარი აქტი უკრაინის რა არის არა იშვიათი მეტალები და არა მიწახობალი. რა თქმა უნდა უკრაინა არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაყოფიერი მიწების პატრონი ესე ვთქვათ უკრაინა. ის ხო შეიძინა უკვე ბექოკმა. რა თქმა უნდა, ხო და რა თქმა უნდა და ამაზეა კიდე ლაპარაკი. რეალური უდიდესი აქტივი ესეც არის. ერთ უდიდესი აქტივია, ხო წარმოვიდგინოთ, ეს არის დაახლოებით 33 მილიონი ჰექტარი. იქიდან 17 მილიონი არის, ну, ყველაზე საუკეთესო. შავმიწა. დიახ.
ხოდა რომ ვიანგარიშოთ ახლა ამ მიწების ევროპულ ფასებში რომ გადავიტანოთ, გასაგები გახდება უკვე აქტივის ღირებულება, ხო? ეს არ არის რა უშოთ მილიარდები. ეს გაცილებით მეტია, ხო? აქტივი და ეს აქტივი. და ძელვადიანი თუ პურს ყოველთვის ჯამს არა, მარტო თანაც ეს შეიძლება ამის უკვე კაპიტალიზაცია ამის გააკეთო და ეს სხვა აქტივია უკვე და თანაც რეალური აქტივია და ასე შემდეგ და ამგვარები და ახლა რა რჩება ესე იგი აი იმაში რო არის. აყვერნა რჩება დემოკრატია და ერთად გესენა. ხო, დემოკრატია არაჩვეულებრივია იქ აი როგორც იმის რომელიღაც თანამედროვე ფერმებში ფრინველის გადამუშავების შესახებ ამბობდა ერთხელ რომ ის ფრინველისგან აღარაფერი რჩება იმის გარდა კრიახის გარდაო ხო აი კრიახის ხმა რჩება აი ეს არის და აი ასეთ სანატრელი ბედისკენ ესე იგი თან დაბომბილი და ამდენი მთელი ახალგაზრდობა და მთელი გენოფონდი ამოწყვეტილი ესე იგი აქცეული ქალები დაბრუნებას აღარ აპირებენ და არც ოჯახების რეინტეგრაციას ანუ ის წავიდა ის ქალები და უშუალოდ გამოკითხვა იყო და არავინ არ აპირებს დაბრუნებას ყველა ცდილობს მოეწყოს რაღაცნაირად ხო და ასე შემდეგ ანუ რჩება განადგურებული გენოფონდი გაყიდული აქტივები თლიანად ესე იგი და აი დაშლილი ქვეყანა და ფსიქიკა შერყეული მოსახლეობა და უამრავი ინვალიდი და მომავალი აგერაგი მიიღეთ ეს როგორც პროგნოზია აი აუცილებლად დაიწყება ეს მახნუშინა ვინაიდან ამდენი ადამიანი რო დაბრუნდება ახლა შეჩერდება და შეჩერდეს ომი იმ დანიის პრემიერ-მინისტრმა რო თქვა დაუშვათ ეს მშვიდობა უფრო საშიშია უკრაინისთვისო ვიდრე ომიო ალბათ ეს იგულისხმა ახლა მთლად სულ და მარტო უკრაინისთვის არა ეს ევროპის კავშირის დიდი თავის ტკივილი იქნება ამდენი ნაომარი იმ იარაღის ამოღება ხო უნდა ვთქვათ შეწყდათ იარაღი ხო უნდა ამოიღო ეს საბრძოლო მასალები და გარდა ამისა ომი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე არ ყევს მას იქ მანიაკალური გადახრებიც არის და ეს დიდ საშიშროებას უქმნის არა მხოლოდ უკრაინას არამედ ფიქრობ ევროკავშირსაც მიმდებარე ტერიტორიებს რომელიც მიჩვეულია მეორე ადამიანის სიკვდილს და ეს ჩვევაშია გადასული ხო? ეს მოთხოვნილებაში. ხო, უკვე ბევრს უჩნდება სწორედ ომის მოთხოვნილება და ეს რეალური პრობლემა ხდება. და მე ესეთი ადამიანები რომ ბრუნდებიან უკვე სახლებში და მათი ხედავენ რომ საერთოდ არავითარ პერსპექტივა აღარ აქვთ, აღარც ხო გესმით ახლა იქ უამრავი მეგობარ დაეღუპა, იქ ოჯახი დაენგრა, იქ ადამიანი გიჟდება. ცხოვრება დაინგრა და ამავე დროს ეს ემატებიან ну გაცნობიერება იმის რომ უბრალოდ არაფრის გამო ეს იყო ვაჭრობა და უბრალოდ ახლა მოივაჭრეს ისევე და შენ დაბრუნდი და დაუშვათ იარე ცალიფეხით სიტყვაზე ან დაუშვათ დანგრეული ფსიქიკების სასაფლაოზე ხო აი ესეთი პერსპექტივა აქვს და ქალბატონი სალომე ახლა ამას ნატრობს ჩვენი ქვეყნისთვის და თხოვს ევროპელ ესე იგი ჩინოვნიკებს ну რომლებიც ცალკე ვისაუბროთ კიდე ვინ არიან და რა არიან რომ დაუშვათ უზრუნველყონ საქართველოსთვის ასეთი ბედნიერი მომავალი გულს გამოხატავს რა გულდაწყვეტას იმის გამო რომ ჭყალებში ამერიკა გადის რეგიონიდან ხო როგორც მას წარმოუდგენია ახლა ხო მის წარმოდგენაში აი ამას ნიშნავს ეს და გასაკვირი ის არის რომ ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს არ ესმის რისთვის რო ეს ჩვეულებრივი ჟანრი არ ესმის რაშიც მიმდინარეობს ისტორია ამათ გონიათ რომ ჟანრი არის ის რომ ესე კეთილი და ბოროტი იბრძვის ეს ძალიან ცინიკური ჟანრია ძალიან ტრაგიკული და არავის არ აინტერესებს შენი ისა რა ბედნიერება და აგერ და არც უნდა აინტერესებდეს აქ მთავარი თეზა ეს არის რომ არც უნდა აინტერესებდეს ეს ჩვენ დავადგინეთ ჩვენთან ნაწილმა რომ ვიღაცას უნდა აინტერესებდეს შენი ბედნიერება ნუ ახლა ესეთი რამე დადგენილი აქვს ცხრეებს რომლებსაც გონიათ რომ წყემსი კეთილია და ამ დროს წემსი გაცილებით მეც ჭამს ცხვარს ვიდრე მგელი თუმცა დაუშვათ ეს ფარის ანალოგ ეს არა მეტაფორა ხო გულისხმობს იმასაც რომ ის ცხვარი ამ დროს მრავლდება იმიტომ რომ მოწესრიგებული აქვს წაღლებია ის გასგესმით ხო და ამაშია ის წაღლიც უფრო სხვა ნაწილებს ჭამს წემსი სხვანაირად იყენებს ტყავიც გამოიყენება ისეც რა ქვია მატყლიც და ხორციც და ასე შემდეგ ხო და ეხლა
სამწუხაროდ აი ამ ჟანრში გოგონიათ რომ სხვანაირად მიმდინარეობს და რაღაცა ხდება და უშუალოდ ჩვენ რაღაცით ვართ დაცული, არაფრით დაცული არა ვართ, უნდა მათ უთხრა, მათ გასაგონად და აი ქალბატონი სალომეს ეს წერილი ამას ადასტურებს. ფაქტობრივად ის მოითხოვს იმას, რაც დაავალეს. ეს წერილიც რაც ხადია შეკვეთილია. თუმცა ეს სალომე თვითონ როგორც ჭეშმარიტი შეპყრობილი იდეურად არის ასეთი. ეს შეპყრობილი ადამიანია ასეთი იდეებით. მას ძულს აკაურობა, ძულს ეს ხალხი. რომელსაც დასვეს პრეზიდენტად და რატომ ძულს ეს კიდე ცალკე საკითხია. რატომ დასვეს მაინცა და მაინც ეგ და მის გამონათქვამებში ეს აშკარად კვეთრად გამოხატული ზიზღი იგრძნობა და ფაშიზმიც, ფაშისტური განწყობა. აი ამაზე ვისაუბროთ აუცილებლად, ჩვენ მცირე რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დაგიბრუნდებით და გველოდეთ. დაუბრუნდით ეთერში განვაგრძელოთ ჩვენს გადაცემას, ჩვენს სტუმართან სოსო მანჯავიძესთან ერთად. აი ბატონო კი იბადება ეს ლოგიკური კითხვა, აი რატომ უნდა ზულდეს, რატომ უნდა უნდოდეს, მე ყოველთვის მებადება ეს კითხვა, რაღაცაა და ვუშვებ ხოლმე ესეთ აზრს რომ ვერ აცნობიერებენ. თუმცა ეს სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ძალიან მიჭირს ამის დაშვება, რომ ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს. მეორე მხრივ ხა როდესაც თუ დავალებას ასრულებ, გასაგებია რომ თუ გააცნობიერე დავალებას ვერ შეასრულებ. კარგი შემსრულებელი ნიშნავს იმას, რომ ის არ აცნობიერებს. ის უბრალოდ ასრულებს დავალებას. შეგნებულად ივიწყებს. კი ბატონო, ხო ადამიანს აქვს ადამიანის ფსიქიკას ეს თავდაცვის ფუნქცია და ადამიანი ყოველთვის ამართლებს თავის საქციელს. და ამჯერად ეს ბუნებრივია, რომ რაც უნდა უკეთურობა ჩაიდინოს, ის მომართულია იქითკენ, რომ თავი გაიმართლოს და ეს დადასტურებულია მეცნიერულად, ექსპერიმენტულად და 100%-ით ნამდვილად ასე არის. აი ამ შემთხვევაში რა პოტენციალი აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ თუ აქვს ეს შინაგანი ზიზღი, რაც განპირობებულია შეიძლება ოჯახური ტრადიციითაც პოტენციალი შეასრულოს ის რა დავალებასაც ასრულებს. ალბათ დავალებას მე იმედი მაქვს ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, ვიდრე შეგნებულად აკეთებდეს ამას ალბათ. ეს მაუხარი გზირის პერსპექტივა აქვს მაგას. აი ხო გახსოვთ ეგ იგავია, მაუხარი გზირი. გზირი იყო სოფელშიო, სულხან საბურბელიანის ის არის. გზირი იყო სოფელშიო და აწიოკებდაო ამ სოფელსო რა და ძალიან გამწარებული ყავდაო და რომ სიკვდილი დააპირაო ისაო. დაიბარა სოფლელები და რაც გაგაცოცხალმა გაგამწარეთო ნანო ფამასო მეო და ამიტომ ცოცხალს ვეაფერი მიქენი ჩიშიშო და მკვდარი მაინც დამსაჯესო და ხეზე ჩამოვკიდეთ თუმცა ცემეთო რომ უკვდები უკვე და ჩამოვკიდეთ ხეზეო და მაღალ ხეზეო რომ სხვა მაღარ გაგაწამო ნეგრეო და დაგიდეს ამათმა შეასრულეს სოფლელებმა და მე ფიჯარმა გამოიარეო და გზირიო, გზირი მსახური იყო მაგ შემთხვევაში. გზირიო სოფლელებს მოუკლავთო და ხეზე დაუკიდებიათო და ისეთი დღე დააღარესო ეს. იგი რომ გზირის სანატრელი გაუხტათო. ამაზე ოცნებობს ესე იქ ქალბატონი სალომე ახლა იქ რა თქმა უნდა ხეზე დაკიდება შეიძლება აცდეს, მაგრამ ნუ ახლა რაღაც შეიძლება იმდენს იხტუნავებს, სანამ იძულებული არ გახდება. ისევე როგორც მთელი ეს საოცარი ესე იგი შეპყრობილი საზოგადოება ვაფრთხილებდი მე მათ საიდანაც შემეძლო, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს სახელმწიფოს რეაქციას. სხვანაირად შეუძლებელია, ხო? და მე გაგვიხდებით, ისევ ჩვენი დასაცავი გახდებით, იმიტომ რომ ძალოვანი სტრუქტურები რო გამოიყვან უკვე იმ ბალანსის რეჟიმიდან, არა და მსგავსი კომფორტული, ესე იგი და მსგავსი გაჯეჯილებული პროტესტები, როგორც ჩვენთან იყვნენ, სად იყვნენ, ხო, ისე, ხო? მე სულ გვიანღა იქნება თიცეკმენანი, ხო და ეხლა აი და მე ვერც გააკონტროლებ ძალოვანებს კონკრეტულად თან ხა იქ რო ამბობ. მორალური უფლება აღარ აქვს სახელმწიფოს უკვე რო გააკონტროლებს. ვეღარო აი რატო კი ბატონო ძალოვნების ისე უკვე შენ მოთხოვენ ახლა ეს იმპეს პროვოკატორები შეგნებულად რომ დაუშვათ რატო არსჯი შენ ვინც ძალის გადამეტება გააკეთა რატო აკეთებენ ამას ახლა იმიტომ რომ ძალოვან სტრუქტურებში რა თქმა უნდა შიგნით გამოიწვიონ როგორ ახლა მემსჯი კიდე ვიდექი იქა იმაშვებოდი რა ქვია მაგინებდნენ მაფურთხებდნენ ვითმენდი ამდენი ვითფინე და ვიღაც ამათი გულისთვის მემსჯი და ეს სოლიდარობა ხო იცი იქ მუნდირის ის არის და ამიტომ ცდილობენ ამას თორე ის კი არ აწუხებთ ახლა ვიღაცა დაისაჯონა კი ბატონო ეს არის წმინდა პროვოკაციული დამუშავებული ტექნოლოგიები რომელსაც სამწუხაროდ ესე ასრულებენ სამაზრზენად ეს ჩვენი ესე იგი ჟურნალისტები რა რომელსაც დაგეშილები არიან ქვეყნის წინააღმდეგ ხო რომ გამოიწვიონ რამენაირად და აი ცოტა უპირველეს საკუთარი თავის წინააღმდეგ იმიტომ ისინი ვერ აცნობიერებენ
რომ ისინიც დაზარალდებიან, აი თვითშენახვის და თვითგადარჩენის ინსტინქტი რო არ მუშაობს მათში, ეს კი მიგვირს, იმიტომ რომ ადამიანში ესეც რაღაც გაუცნობიერებელ დონეზე მუშაობს, აქვს ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი და ვერ ხვდებიან რომ მათაც დაემართებათ იგივე, აბსოლუტურად იგივე. არა იგივე რა ახლა ამათ მოდელირებას ვერ აკეთებენ და უშუალოდ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ დასრულდება მათი სანუკვარი მიზნები, მაგალითად მოხდება ქვეყანაში სამოქალაქო და უშუალოდ თვითონ ვერ გააკეთენ მოდელირებული ქრონიკა ხო გადაიღეს. ხო ნახეს რა პანიკა გამოიწვიეს, წარმოსახული, არარსებული თეორიული ვის უცებ დაიჯერა, ერთი რომ დაიჯერა, რატომ დაიჯერა, ნუ კრიტიკული ანალიზი რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში ესაჩვენა ხო იმ მოდელირებულმა ქრონიკამ მაშინ და მერე როგორი იყო რეაქციები ამ ჟურნალისტებს მაინც არ ახსოვთ? არა, მათ ვერ წარმოუდგენიათ ახლა ეს გაჯეჯილებულები ამ ლიბერალური იმის პერიოდის გამო, აი რაც მოხდა, ხო, სადაც ჟურნალისტი ხელშეუხებელი იყო, NGO ხელშეუხებელი იყო, ხო გახსოვთ NGO-ებს სახელმწიფო ვერაფერს ვერ ღებულობდა ვერანაირ პროცესში, ყველა პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო NGO და ისინი მართავდნენ ფაქტიურად, ხო? და ახლა ისე არიან ესენი მიჩვეული იმას, რომ ისინი არიან წმინდა ძროხები, ხელშეუხებლები რა, რომ ამ ინერციიდან ვერ გამოდიან. ახლა გუშინ უყურეთ თამთაზანიკიძესთან იყო ის პრემიერის ინტერვიუ, ხო? და გაოცებული დავრჩი ესე იგი. კვლავ იგივე ხო საზოგადოებრივი აუწყებელი. ესე იგი რას ამბობდა? აღქმებს ქმნიდა ეს ჟურნალისტი. კვლავ იგივე ნარატივში იჯდა. ანუ რას ეუბნებოდა? ფაქტია, ანუ ესე იწყებს, ფაქტია, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია და მუხტი არ კლებულობს, ასე ეუბნება. ანუ ფაქტია, რომ მუხტი არ კლებულობს. აბა როგორ ესე ეუბნება, რა ქვია, პრემიერი ეუბნება, რომ იმაჯი ომში ჩართვას არგუმენტები მოაქვს, რომ აი როგორ ხდებოდა მართლა ქვეყნის აი რასაც სალომე ითხოვს დაუშვათ იმას, როგორ ანხორციელებდნენ და აბა როგორ ევროპელი პარტნიორების გარეშე როგორ შეიძლება და ახაც აი ეს წარმოგიდგენია თქვენ, ესე ეუბნება, რომ განადგურების ანუ უკრაინიზაციის პროცესი მიდიოდა და ჩვენ და უკრაინა ერთ იმაში ვართ, ერთ პროექტში ვართ, ხო? და ერთი კაბინეტის ის არის ეს. ერთად ვართ ესე ვთქვა, ჩემ მოაზრებული ამ პროექტში, ხო? სტრატეგიულადაც ესე არის, რომ გადახედო მდებარეობის მხრივ. ნუ გასაგებია რა სტრატეგიაც არის, ამაზე არა მილიონჯერ მილაპარაკია, რა ვიცი რა სტრატეგიაც არის, ლაპარაკი 2000 წლიდან გონი და ეს ამას ეუბნება, ის მაინც თავისი ლიბერალური იმიდან ესე იგი ელაპარაკება, რომ აი რა არის ამის, რომ ისინი რასაც გეტყვენ, ის უნდა გააკეთო. თორე ცუდი ბიჭი ხარ. მაინც აპრიორი გესმის, ანუ შენ მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია ქვეყნის ბედზე მართლა ამ შემთხვევაში, ხო? იმის კატასტროფაზე, რომლის მაგალითები აგერა გარშემო, ხო? და ამაზე გელაპარაკებ და ის კიდე ამბობს, რომ ანუ იმეორებს იგივეს, რომ მაინც იცი რა, ცუდი ბიჭი ხარ, თუ იმათ არ დაუჯერე. და სხვათა შორის მე კიდე მივაქცია ყურადღება. გასაოცარი. დიახ, აი როდესაც არიან ადამიანები, სხვა არის აბაუმი გინდა, ეს ვითომ რომ გამუნათებენ და მე ვამბობ პირდაპირ, დიახ არ მინდა. არა ეს მაგრამ და აქ მათ წარმოუდგენიათ რომ იმან კი არ უნდა იომოს მან. ჯარი, ანუ ისევ სხვისი შვილი ჯარმა უნდა იომოს. შემდეგ რაღაც დახმარება, რომელი დახმარება? ხო 2008 წელს ხო ნახე რა ტიპის იყო დახმარება როგორია და ეხლა უყურებ უკრაინის ომში 3 წელიწადს. სირიაში განსაკუთრებით გრატლაჩა. სირიაში საერთოდ სასწაული მდგომარეობა არის. აქ როგორ ეხლა პოლიციელმა მუჯლგუნი კრა პროტესტის მონაწილეს და ამას ხედავენ და იქ დახოცავენ ადამიანებს და ამას ვერ ხედავენ. აი ახლა მაგაზე ეს ხო კიდე ეს ჟანრული არეულობა აქვს ტვინში რა, ამათ გონიათ რომ აქ დაცული ხარ რაღაცი და ხო ადამიანს ხო შეესვისება რომ მას ეს არ შეეხება. ხო, აი ესე გონიათ, ხო. რომ მასაც შეეხება. ხო და ახლა ვინც ამბობს რომ ესე იგი ეს შეეხება კი არა, უკვე შეგვეხო რამდენჯერ და უბრალოდ თუ ისინი ვინც ამას ვერ ხედავენ, ისინი უბრალოდ გონებრივად ჩამორჩენილი, არ აქვს აზროვნო პროცესი განვითარებული და არიან ზომბირებულები, ხომ? და ამას რო ეუბნები, გონიათ რომ რაღაც აშინებ. არავის არ აშინებ ჯერ ერთი. შიში მაგათი გამოგონილია კაცო. პირველი ვინ გარბოდა კი ვნახეთ ჩვენ, ხო და ახლაც პირველი ვინ გაიქცევა, ისიც ვნახეთ რამდენჯერმე ის მართლა რეალურ ძალოვან დაპირისპირებაზე რო წავიდა აქ შიგნით. ხო, იქ რა ვაჟკაცებით არიან კი ვნახეთ და
ახლა იქ დახტუნაობენ, ესე იგი მართლა რაღაცა რეალურ იმაზე გადავიდეს, ხო იმასაც ხო წარმოგიდგენიათ რა მოხდება და რა სისწრაფეს განავითარებენ, ხო, დაფანტვაში. ნუ აი ეს ამასთან გვაქვს საქმე უბრალოდ ამ ადამიანებთან, განსაკუთრებით აქტიურობენ ეს ქალები, ესე იგი, რომლებსაც აი გაოცებული ვარ, ან შვილი არ უყვართ, ან ძმა, ან არ ვიცი, რა რისი ამუნათენ პირდაპირ იწევლებიან, რომ ესე იგი ჩვენ რაღაც ვართ იმაში, არა ვართ საომარ მდგომარეობაში. ეს რაღაცა ფენომენია ეს და იმის გამო რომ უკრაინის ის რო ფრეიმები რო უყენიათ, ხომ? ხო ეს თავდაჩარჩოებულები რო არიან განსაკუთრებით, ხო ეს ტვინჩლიქოსან თავდაჩარჩოებულები. ნუ გასაოცარია, ნუ ესე იგი ეს უკვე მარკერია ჩემთვის და იქვე რო გადახვალ და ნუ არის ესეთი განწყობა რომ აი ჩვენ დამნაშავეები ვართ. დამნაშავე რატომ არ ჩავებით, სად ჩაები, როგორ ჩაები, რანაირად რითი ჩაები, რა მოყვებოდა ამას ეს არ აინტერესებს. უკვე იქ და ესა შექმნილი აქვს ესენი რა ქვია, ესე თქვათ ბაბლები და იმ ბაბლებში საერთოდ ნუ გამოტაყვანების მწვერვალებია იქ, რა ვიცი და ფსკერები და რა ვიცი და საერთოდ ისე ერთის მხრივ მადლობელი უნდა ვიყოთ, ესე იგი ამ სოციალური ქსელების რომელმაც მთელი ლექი ამოიღო. ლექი კი არ ამოიღო, უბრალოდ დაგვანახა ლანდშაფტი ფსკერის. რა საოცარი არსებები ბუდობენ იქ. ესე სხვადასხვა ძალიან ბუნებრივია, მე უცებ დადებითი დავინახო ხოლმე. საერთოდ სამყაროში ბალანსი არის, წონასწორობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სამყარო იცავს წონასწორობას. აი ჩვენს ეს მაგალითად ძალიან ბევრი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს უდავოდ. რა თქმა უნდა. და როდესაც კარგ ნიადაგზე ხვდება ქართველი იქ ავლენს თავის საკუთარ თვისებებს, მაგრამ ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ რამდენადაც ახასიათებს კარგი, ძალიან მაღალი ხარისხით. აი იმის საპირისპიროც ისეთივენაირად ახასიათებს და ამდენად მე ასე უყურებ ამ პროცესს, რომ მხოლოდ ნეგატიურად არ უყურებ, აი რამდენადაც გულის ამრევი და ამაზრდენია ხოლმე ჩვენი საზოგადოების ქცევა. ჩვენი ქცევა მე მაინც მრავლობითში ვიტყვი, ეზოთერულადაც საერთო ეთერული სხეული გვაქვს, იმდენად ეს ნიშნავს, რომ ის მისი საპირისპიროც არის მოცემული ჩვენში, ამის იმედი ვიქონიოთ ყოველ შემთხვევაში. მე ამის იმედი მაქვს. არა, ეს კარგია, ძალიან ესეთი დახვეწილი და ნატიფი ის არის, რა ქვია, მოსაზრება, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჟანრი სხვა არის, ესე იგი, ჟანრი სულ სხვანაირია და მაგალითად იგივე რაც ხდება დღეს ლატაკიაში მაგალითად, ხო, დავაკვირდეთ რა. მოაცილეს ახლა იმან რა ქვია იმ ხატიშამ, ანუ ეს ჰაიატ ახრი ალშამმა იმისმა უფროსმა ალშარამ, ესე იგი ბრძანება გასცა, რომ ეს ვიდეოები მოაცილეთ ისე დახოცეთო. ანუ იგულისხმებოდა და რა თქმა უნდა. ხო და ესე ვიდეოები რო აღარ ვრცელდება სოციალურ ქსელში. დამშვიდდნენ. სოფლიო მედია აღარ აშუქებს. და იქ მიმდინარეობს კვლავ იგივე სხვათა შორის ზუსტად ის მიმდინარეობს რაც ხდებოდა. ალ-ყაიდას ფილიალის რასელოდები ხელმძღვანელი არის და მისი ჯაჯგუფების წევრები არიან სირიის ხელისუფლებაში. მათ აქვთ მოქმედების ერთი სქემა დახოცონ. სხვა ხო არ აქვს მართვის და მოქმედების და რა შეცვლი და ტრენინგი გაატარეს, რეაბილიტაცია გაატარეს. ისინი მოქმედებენ ისე, რაც იციან და როგორც იციან. ალ-ყაიდას გასანადგურებლად მოხდა ავღანეთში, რაც მოხდა კოალიცია რო იბრძოდა და ებრძოდა და ახლა ალ-ყაიდას ფილიალის ხელმძღვანელი არის ალშარა. კი ბატონო. ალგოლანი, კი ბატონო, ჩემთვის ალჯოლანად რჩება მარადის და გადაწყვეტილება მიღებული რომ უნდა დაეხმარონ. გასაოცარია სიტუაცია. მე ესენი მოუწყობენ ევროპელებს ტერორისტულ აქტებზე, შემდეგ გაუკვირდება. ეს საერთოდ შიგნით ახლა ევროპა ვისაც ჰომოგენური გონია, მასაც ვეტყვი რომ არ არის ჰომოგენური და ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჯგუფებებია ძალიან ბევრი, დაჯგუფებებია ძალები და ის ძალები ერთმანეთს ებრძვიან და ამათი ძალების პროექციაც არის მაგალითად ის რაც ხდება სირიაში, სხვათა შორის. ხო, მაგალითად, ხო? და შესაბამისად ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კონტექსტზე, ხო, რაც ხდება, ხო, და ჩვენ ამოცანა რა უნდა იყოს და რა ვსაუბრობთ ამ წერილზე. და საერთოდ იმ ქცევაზე, რომელსაც აი ეს ეგრეთ წოდებული ჩვენი, ესე იგი, ოპოზიცია კვლავ აწვება, ასე ვთქვათ, ხო, ანუ ქვეყნის და წერილს რომ მიიღებენ ისინი, მე რას იზამენ, აი ჩემ თავზე ვიღებო
აი რა ასიზამენ და გეტყვით რასთან არის რატო არის ყურაცაღები მიზანი კი ბატონო დიახ ყურაცაღები რატო არის ეს და ახლა იტყვის ვიღაცა რომ აი სალომეს რატო აქცევთ ამდენ ყურადღებას ხო ეს მეც გავიფიქრე და მივხვდი რომ მე ვიფიქრე ღირს თუ არ ღირს მაგრამ ის რაც იქ არის თეზისებად ჩამოწერილი ეს ნამდვილად ღირს იმის გათვალისწინებით რომ თან მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი არის ხო ეს ხო რა არის ახლა რაც ხდება სერბიაში რაც ხდება თურქეთში რაც დაიწყო ხო რომ უდიდესი საფრთხის შემცველი არის რეგიონისთვის და საერთოდ თურქეთი ხო ზოგადად რაც ხდება ევროპაში აი რუმინეთში ბულგარეთში რაც ხდება ეს არის უნდა განვიხილოთ როგორც ბრძოლის კონტექსტი რა აი ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ის მას აქვს დაპირისპირება ახლა დღეს ამ გლობალისტებთან ხო ბაიდენის ის კი დამარცხდა იქ მაგრამ ცენტრი ახლა ეს ასე ვთქვათ ხშირად უძახიან დემოკრატიულ პარტიას ბრიტანულ ამერიკულ პროექტს ანუ გლობალისტური პროექტია ეს ახლა ეს გლობალისტები ვიღაცას გონია რომ ეს არის რაღაც ესე იგი გამოგონილი ტერმინი ესე როგორც deep state-ზე იყო ლაპარაკი ხო და არის გონათ რომ გამოგონილი იყო მთელი ამერიკა მაგაზე ლაპარაკობს ესე ვთქვათ ხო და ლაპარაკობდა რამდენი ათეული წლის წინ და ვიღაცებს გონიათ რომ ესენი სადღაც ხედან ბნელ იმაში და რაღაც რეპტილოიდები არიან არა ესენი არიან ჩამოყალიბებული ისტორიულად უზარმაზარი ქონების და შეძლების პატრონი ადამიანები მათი ესე გაერთიანებები კლუბები რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ფორმით გაერთიანებებია ამაზე არაერთის დაწერილა უკვე და თქმულა და სავსე ამათ შესახებ სხვადასხვა თეორიები, მაგრამ რეალურად რო ავიღოთ, ხო, ყოველგვარი ის რომ მოვარიდოთ, ხო? ამათი ამოცანაა რომ იყვნენ პატრონ, ასე ვთქვათ, გავლენა ქონდეთ სოფლიოზე ამ შემთხვევაში და სახელმწიფოებს ისინი განიხილავენ როგორც გარკვეულ ბაზას. აი შეერთებული შტატები მაგალითად ახლა რატო იყო რომ ესეთი ხომ გვახსოვს აი დროშაც კი რომ სამარცხვინო გახადეს ხომ გვახსოვს აი სანამ ტრამპის წინაარჩევნების ხო და ისა რა ქვია დროშა ისტორია ძეგლებს რო ყრიდნენ დამფუძნებელ მამების ბიოგრაფიები და ანუ იგივე ხდება ბრიტანეთში სხვათაშორის ეს ერთი პროექტი იყო ბრიტანეთში ზუსტად იგივე ის არის მდგომარეობა იქ სადაც ფაქტობრივად ბრიტანეთი მალე გადაიქცევა უმსხვილეს ესე ვთქვათ ისლამურ ატომურ სახელმწიფოდ თუ ესე გაგზავნა რაღაც 40%-ამდეა უკვე ხო და მერები და ასე შემდეგ ხო და ვიღაცას გონია რომ ეს ადაპტაციას გადის და ასე შემდეგ და კულტურული ის ხდება ადაპტაცია ეფეც არ ხდება სხვა რაღაცა ხდება გარწმუნებთ ხო და იგივე ახლა სახელმწიფოს თავის დროზე რომ დაამარცხეს საბჭოთა კავშირი და ჩინეთიც არ იყო ასეთი ძლიერი მათი ფიქრეს რომ ეს სახელმწიფოც აი ამ ატრიბუტიკით ეროვნული ატრიბუტიკით ეს არ არის საჭირო და ის უნდა დავიქვემდებაროთ სხვა ფორმებით. ამიტომ უნდა წავშალოთ იქ ამის შემადგენელი ნაწილი. ხო, ოჯახი ეს რაღაცა ხო მასკულინური ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, როგორც უწოდებენ მას ეს თავის დროზე შტრაუსის მისის არის ტერმინი სკოლის, რომელიც გადაცხოვრდა იმიდან ფრანკფურტიდან იმაში, რა ქვია, შტატებში და ეს ბლინკენები და ესენი მაგენი მაქსკულის წარმომადგენლები გახლავთ სხვათა შორის და ებრძოდნენ ამას აი ეს გენდერული რა ქვია ლუნასი ანუ მთვარეულობა როგორც ტრამპი უწოდეს ესეც მაგათი ის არის სხვათა შორის და ევროპაში ეს დღესაც ესეა ანუ ევროპაში ევროპის ამ ლიბერალურ მთავრობებში დღესაც ეს იგივე პოლიტკორექტული ენა იგივე გენდერული ისინი რა ქვია სიგიჟეები იგივე გრძელდება და ამერიკაში არ არის ესე ხო ამერიკაში პირიქით გაგზავნეს საერთოდ გენდერის ხსენება და ასე შემდეგ და ანუ იდეოლოგიური დაპირისპირება ხო და ეხლა შესაბამისად ეს რატო ვთქვი ახლა მე რომ შესაბამისად ეს გლობალისტური ცენტრი აკეთებს ფერად რევოლუციებს ყველგან სადაც შეუძლია სადაც აწყობს ანუ ის თავის პროექტს ემაშვება ახორციელებს ცდილობს ხო და ეს არის თურქეთშიც იგივე ხდება ეს სიღრმისეული პროცესებია ძალიან ახლა რა ხდება თურქეთში ჩვენი მეზობელია და ჩვენზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას პოლიტიკურადაც და არამედ ჩვენზე რეგიონზე რეგიონზე ახლა თურქეთის ეკონომიკა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში განსაკუთრებით ამ გამოსვლების შემდეგ 10 მილიარდი დახარჯა ახლა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რომ დაერეგულირებინა ლირა 40-მდე ავიდა დოლართან მიმართებაში მე ახლა 37-მდე ჩამოვიდა ზუსტად დღეს არ ვიცი იმიტომ დიდი მოხდა რეზერვების დიდი ხარჯვა და რა ხდება ახლა იქ ეს იმამოღლუ არის
ну დაახლოებით ახლა ეს ისინი არიან ну პროევროპული ეს დავარქვათ ეს ფლანგია რა ვიზეთ საუბრობთ ესენი არიან ესე იგი და იგივე აგენდა ფაქტიურად და მთლიანად პროევროპული ის არის გუნდი ზოგადად ისტანბული არის მოდი ასე ვთქვათ სტამბული არის ესეთი ქალაქი კოსმოპოლიტური განწყობები სხვანაირია აბსოლუტურად ეს ისლამური ისინი რა ქვია რაცაც განწყობები და მენტალობა მათთვის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია დიდ ქალაქებს ეხება და ერდოგანი ყოველთვის იგებდა დიდ ქალაქებს აი სტამბული აგებდა ყოველთვის სამჯერ დაამარცხა იმამოღლუ სტამბულში ხარ ახტება იქა გასაგებია ერდოგანი წავიდა წინსრებით კი არა ეს პრევენცია იყო აშკარად ეს პრევენცია იყო. ახლა რა მოხდა იქ გადაიღეს წინასწარ ეს არ ყოფილა სპონტანური ოპერაცია, ხო? ერდოგანიც ემზადებოდა და ისინიც ემზადებოდნენ, ესე იგი და ერდოგანს ჰქონდა გადაღებული ვიდეო მასალა არსებობს, ну კოლოსალ ეს ხო სტამბულის მერია ალბათ წარმოგვიდგენია რა მასშტაბებია, ხო? ეს მეგაპოლისია და იქ ესე იგი ამ მერიის ასე ვთქვათ თანამშრომლები კი არა, აი გამგებლები ესე ვთქვათ, ახლა იქ სხვა სტრუქტურაა, მაგრამ რაიონის ხელმძღვანელები მოკლედ აგროვებენ ფულს და გადაღებულია ეს ესე იგი ეს რაღაც კოლოსალური რაოდენობის ფულის ხო ეს იღებს თან ეს ისა რა ქვია ფარული კამერა როგორ გროვდება იმას იმამოგლუს კაბინეტში და მის უწყებაში ეს ფული და მიედინება იქ საარჩევნო მიზნების ვერი პოვე სადაც ამ ფულს და არა ნუ ატყობა იქაც იმათ თავის დაცვა ქონდა აქვთ და იქ სერიოზული ძალაა ეს იმამოგლუ და ერთი ხო მაგის გარდა ესე იგი ადანაშაულოს ერდოგანი იმამოგლუს იმაში რომ ეს თანამშრომლობს თურქეთის აი ქურთების ქურთულ პარტიასთან მუშათა პარტია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ოჯალანის ის და მოუწოდებს ქურთებს არაჯანყდეთ მაგრამ ის აღარ არის მათი ლიდერი ასე აღარ ცნობენ ქურთები ამას არა ქურთები საბჭოეთი იყენებდა და ეხლა დასავლეთი კი ბატონო არც იქით არის ეს რუსეთიც სხვათაშორის იქ აქვს თავის ფესვები სხვათაშორის ყავს ასევე არა ეყოლება ამდენი ეხლა ეს რა ხდება რატო არის ეს იმამოგლუ აპირებდა ნუ უკვე თურქეთშიც ახლა ერდოგანის ამდენი წლის მმართველობა ბუნებრივია იწვევს გარკვეულ ანტიპათიებს შესაბამისად და ნუ ეს მომზადებული იყო ეს ქსელი ყველაფერი იყო მზად და როგორც კი ესე იგი ერდოგანმა დაარტყა დაიჭირა იმამოგლუ და ეს ისინი რა ქვია მისი 100 თანამშრომელი ხო 100 ამსონი თურთ ესე იგი დაიჭირეს და გამოვარდა მომენტალურად დაიწყო ხო ძალიან ბევრი კოლოსალური რაოდენობით ისა თურქეთის მასშტაბით ანტება ჩაქრობა იქ იყო ანუ დამუშავებული ჟესტები პროტესტის ზუსტად იგივე რაც ხდება ყველა ფერადი რევოლუციის დროს ამით შეგვიძლია გამოვიცნოთ ესე იგი ავტორი და რეჟისორი ესე იგი ანუ რა იყო მიზანსცენები ანთება ჩაქრობა სტუდენტები ესე იგი ჯამჭურჭელი მის ანთება ჩაქრობა კორპუსებში ხო და ნუ ლოზუნგები ზუსტად ერთი და იგივე რომ ქართულიდან იმაში გადაწერო ერთი და იგივეა აი ეს რომ გაუშვათ ეს არ იქნება სამართალი არ იქნება ესე რომ გაუშვათ კაი შეიძლება ფული იშოვონ მეტი და ის რა ქვია ის კიდე საინტერესოა კიდე ერთი ნოვაცია რომ უკრაინიდან გადმოიღეს ეთყობა მოეწონათ ეს აი ქტონის კაჩეტოთ მასკალი რო იმაშვებოდნენ რა ქვია იქ რევოლუცია ხომ ასე ანუ ხტუნაობდნენ და ქტონის კაჩეტოთ მასკალი ხო ახლა იქ ხტუნაობენ და თურქულად ყვირიან რომ ვინც არ ხტუნავს ტეიპიაო ანუ რეჯეპ ტეიპ ერდოგანი რო ხო ის ტეიპია ვინც არ ხტუნავს და ხტუნავენ ანუ იქ მიმდინარეობს ეს პროცესი. ეხლა იქ აკრძალეს დემონსტრაციები, გადაკეტეს ქუჩები, იჭერენ წამქეზებლებს, რომელთა უმრავლესობა აღმოჩნდა რომ იყვნენ უცხოეთიდან.
როგორც გაირკვა და კვირამდე არის აგზავნილი მიტინგები. ხა კვირას იქნება მიტინგი. მიტინგი იქნება გრანდიოზული. ახლა ერდოგანს დარჩება რამდენიმე ოპცია. ერთი იქნება რომ დაუშვათ მან გამოაცხადოს სამხედრო მდგომარეობა, ალბათ. ანდა ის მიმართავს თავის პოლიტიკას იმგვარად რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზაცია გამოიწვიოს. იმიტომ რომ არ მოერიდება დაპირისპირებას. არ მოერიდება. ერდოგანი არის დიდოსტატის საზოგადოებრივი აზრის მართვის. ახლა ის ამდენი წელია ამ ურთულეს ქვეყანაში მართავს. ძალიან მრავალრიცხოვანში 80 მილიონი ცოტა არის. მეტიც 85 მილიონია თუ არ ვწდებით უკვე კი ბატონო და მაგის გარდა იქ არის 3 მილიონი მარტო ლტოლვილია სირიიდან. ძალიან დიდი ამაზე ერდოგანმა. ერდოგანი ფულს ყველაფერში აკეთებს, მაგრამ თავისთვის არამედ თურქეთისთვისაც. თურქეთისთვისაც. ერდოგანს აქ ძალიან მძიმე არჩევანი უდგას და მათ შორის საგარეო პოლიტიკური და ის ცდილობს გადაიტანოს ყურადღება ამ პრობლემატიკაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც და ესეც უნდა გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ყურადღებით უნდა გადაეტანოს და ძალიან საინტერესოა რომ ჯერ სპეცამომადგენელი გაგზავნა ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაზე ისაუბრა და პარალელურად როგორც აღმოჩნდა პროცესიც ვითარდება და პროცესი ვითარდება ძალიან დრამატულად სხვათა შორის. და ახლა ერდოგანს რა აქვს ახლა და თურქეთის რა შეიძლება ახლა იქ არა მარტო აქ ჩვენ განვიხილავთ ხოლმე როგორც მხოლოდ რუსეთის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაწუხებთ და მაგრამ იქ გაცილებით უფრო რთული და მრავალგანზომილებიანი პრობლემატიკაა სამხრეთ იმაში ახლო აღმოსავლეთში. სადაც სულ უფრო და უფრო იკვრება, სულ უფრო და უფრო ნათლად ჩდება გლობალური დაპირისპირების კონტურები. იმიტომ რომ ისრაელის პროექტი ხორციელდება და ზოგადად ისრაელი ჯერ კიდე 1996-98 წელი იყო ნეტანიაჰუ სიგნია, როგორ გავანეიტრალოთ, როგორ უზრუნველყოთ ისრაელის უსაფრთხოება და სხვათა შორის ყველაფერი ისე მიდის, როგორც პადუცემულმა ნეტანიაჰუმ ესე იგი დაწერა. ანუ ეს ისრაელის სტრატეგია იყო. ფაქტობრივად ეხლა რო ავიღოთ ჩვენ ხომ ის რას წეს რომ იმისთვის რომ ტერორი შევაჩეროთ, ტერორისტებს არ კი არ უნდა ვზდიოთ, არამედ გავანადგუროთ ის ქვეყნები, რომლებიც ტერორისტებს უჭერენ მხარს. ის ყველა იმ ქვეყანას უდგას შავი დღე, სირია, ვიცით, ლიბანი ვიცით, სუდანი სადაც სხვათა შორის პალესტინელების გადასახლებას აპირებენ, ვითომ სუდანი ან სომალი ვიცით და ესეთი ვითარება არის და ირანია თავარი საფრთხე ახლა ირანშიც იგივე საფრთხის ქვეშ არის ირანი. აქ შეგვეძლო ჩვენ გვესაუბრა იმის შესახებ დაუშვათ როგორი რა მდგომარეობა აქვს ამ მხრივ თურქეთს, რა მდგომარეობა აქვს ანუ სირიას კონფლიქტთან მიმართებაში, რა ხდება დაუშვათ რატომ არის რომ ტრამპი მხარს უჭერს ახლა დღეს პალესტინელებისგან საერთოდ ისრაელის დაცლას. ძალიან საინტერესო თემებია რატომ არის დაუშვათ ირანის პოზიცია ახლა მყიფე. რატომ არის ყველგან შეავიწროეს. აბსოლუტურად და არა მარტო შეავიწროეს, არამედ დარტყმას უპირებენ ახლა სხვათა შორის. რა როგორ პოზიციონირებს აქ რუსეთი და ჩინეთი და ასე შემდეგ, ხო? ანუ იქ ისეთი კვანძია, რომ თავისი ფეთქებაცაში პოტენციალით ჭარბობს უკვე ყველას და ყველა ფაქტიურად საფრთხეს და ამაზე ვრცლად საუბარია საჭირო. აუცილებლად ჩვენ როგორ გვეხება ესეც ძალიან საინტერესოა კი. ჩვენ ძალიან პირდაპირ გვეყვება, ვინაიდან შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ვართ, ამ ეს ხაზი, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს და ძირითადად დაპირისპირების ადგილია. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ შავი ზღვის სანაპირო არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადგილი, რომელიც ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვაქვს, ესე იგი, ჩვენ კუთვნილებაშია. კიდე ჩვენი ყველაზე უდიდესი აქტივი. და ამავე დროს შეიცავს უდიდესი დაპირისპირების საფრთხეს ასევე. ხო, ამიტომ ეს აქტივი როგორ იქნება და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა
ის იმგვარად გამოყენებული კი არ დაგვანგრიოს, არამედ პირიქით ხო ეგ არის უნიშნელოვანესი საკითხი. დანარჩენი საკითხები მე ამაზე შეიძლება აწყო, იმიტომ რომ უსაფრთხოებაზე ეწყობა მე ყველაფერი დანარჩენი, რაც უნდა მტკივნეული იყოს ახლა დაუშვათ. ის პრობლემები, რომელიც საქართველოსია, ხო? ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ჩვენ გადავიქცევით აი ესეთ უმართავ ზონად, კაცის პრობლემები მოგვიჩვენება სამოთხეთ. კი ბატონო, ნამდვილად ასე იქნება. სამწუხაროდ ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილი დრო მოიწურა და მე იმედი მაქვს, რომ ამ თემას გავშლით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც არ კეთდება აქცენტი და მხოლოდ ფოკუსირებული არის უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომზე და სინამდვილეში ეს არის ერთი ფრაგმენტი და აი და მთელი შლეიფი მოხვება უკვე. პანორამულად უნდა დავინახოთ ეს სცენარი შემთხვევაში ვეფასებია. ვიგებ და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ უახლოეს ხანებში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, დაგველოდეთ, დაბრუნდებით მალე მეორე სტუმართან ერთად. პოლიტიკა, საზოგადოება